4000 მოწმიდან ბრალდება კიდევ რამდენიმე მოწმეს მოიყვანს. წინასწარმეტყველებიდან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ იმერეთის რეგიონში დასაქმების მსურველთა აღრიცხვის პროგრამის განხორციელებას, აცხადებდნენ, რომ ისინი ამაყობენ, რომ ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, ხოლო ისინი, ვინც უშუალოდ არჩევდა დასაქმების აგენტებს, მათ განაცხადეს, რომ შერჩევის დროს არანაირი პარტიული ნიშანი მხედველობაში მიღებული არ ყოფილა. ისინი ერთმა განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან იყო შერჩეული ეს ხალხი, მეორემ განაცხადა, რომ ცდილობდა შეერჩია რაიონში ავტორიტეტული და ისეთი ადამიანები, რომლებსაც მიესწრება პრაქტიკულად ყველა ოჯახში, იმიტომ რომ ყველა ოჯახის აღრიცხვა უნდა მოხდარიყო. შესაბამისად, არანაირი დანაშაული ჯერჯერობით ბრალდების მიერ წარმოდგენილი მოწმეებიდან არ იკვეთება, მით უმეტეს არ იკვეთება რაიმე ჩართულობა ან ვანო მერაბიშვილის ან ჩემი მხრიდან ქვედა დონეზე განხორციელებულ საქმიანობაში. წინა პროცესზე პროკურატურა ცდილობდა, რომ ვანო მერაბიშვილი ქუთაისში დაეტოვებინა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატო ცდილობდა? ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის თავად ის ფაქტი, რომ ეს პოლიტიკური პროცესი იმართება ქუთაისში და საზოგადოებას კარგად მოეხსენება და ბევრი ადამიანი, რომელიც მე მესაუბრება, პირველ კითხვას მისვამს, რომ რატო ქუთაისში? ამიტომ საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ეს არის აბსოლუტურად ხელოვნურად, სპეციფიურად გაკეთებული, იმიტომ რომ პროკურატურას აქ ეგულებოდა ის მოსამართლე, რომელიც წინა საპატიმრობას მიუსჯიდა ვანო მერაბიშვილს და აქ ეგულებოდა ის სააპელაციო თავმჯდომარე მალხაზ გურული, რომელიც ამას თავის ბეჭედს დაუსვამდა, ბუნებრივია ამ ნიშნით შეერჩა ქუთაისი. ეხლა რაღაც შეეხება წინასწარმეტყველებზე, როცა ბრალდება მოითხოვა, რომ დაეტოვებინათ ვანო მერაბიშვილი ქუთაისში, საპატიმროში, სადაც ძალიან ბევრი არის ქურდული მენტალიტეტის ადამიანი და ეს პირდაპირ ქმნის არა მარტო ვანო მერაბიშვილის უსაფრთხოების პრობლემას, არამედ ქმნის ზოგადად ციხეში წესრიგის პრობლემას. ამასთან დაკავშირებით მარტივად გეტყვით, რომ პრობლემები ნამდვილად მუდმივად შეიქმნება. თბილისში კიდევ ორი პროცესი იქნება, სადაც ვანო მერაბიშვილს აქვს ბრალდება წაყენებული. ასევე ქუთაისში და როგორ მოახერხებს თბილისისა და ქუთაისის სასამართლოები გრაფიკის ისე აწყობას, რომ პრაქტიკულად კვირის ყოველ დღეს ჩვენმა დაცვამს და ჩვენს ვიაროთ სასამართლოებს და თან სრულფასოვნად დავიცვათ თავი, ეს ჩემთვის გაუგებარია და ეს კიდევ ერთხელ ლახავს ჩვენს უფლებას სრულფასოვანი დაცვა განვახორციელოთ ჩვენი თავის.